დაჭარაში უნდა გადავინაცვლო და გადასარების სიახლის შესახებ. ტამანგო ჟღერია ჩაგვერთვება და გვეტყვის. ტამანგო, გამარჯობა. გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას და მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. მოკლედ სეზონები იცვლება, თუმცა ბათუმი ყოველთვის აქტიურია და ფესტივალი მოყვება და მოკლედ რო გითხრათ შემოქმედებითი პროცესი არის ძალიან მაგარი. საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს პატრონაჟით საქველმოქმედო ფონდი ლირა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვპირდება იმას, რომ 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო კინაღამ თეატრალური თქვის სულ თეატრი მაკერია პირზე ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი. ჩემთან ერთად იმყოფება სოფლიოში აღიარებული პიანისტი, ულამაზესი, უსაყვარლესი ქალბატონი, ჩვენი მინისტრი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, საქველმოქმედო ფონდ ლირას დამფუძნებელი და მოკლედ ერთს დავამატებ, ჩემი ესე ვთქვათ, ერთ-ერთი რეგალია იქნება თუ არ მიწყეს ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ასწრებს, ყველაფრის მიუხედავად. თუ შეიძლება მობრძანდით ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ამ საოცარ ფესტივალთან დაკავშირებით მოგვიყევით ყველაფერი. ეს ქალაქი მართლაც არის ფესტივალების, რა თქმა უნდა, ბათუმის ფესტივალის გარშე არ შეუძლია დეკემბერშიც კი და ბათუმის შავი ზღვის ფესტივალი უმასპინძლებს 2-დან 6 დეკემბრამდე ჩვენს მსმენელს და მადლობა რა თქმა უნდა აჭარის მთავრობას პირველ რიგში მხარდაჭერისთვის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც იღებს მონაწილეობას ამ ფესტივალის გამართვაში და ძალიან დიდი სიახლე გვაქვს იმის გარდა რომ იუნესკოს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობს ფესტივალი უკვე მე-13 წელია. ეხლა იქნება ბატონი პრეზიდენტი, რომელმაც გადაწყვიტა რომ მიცეს ამ ფესტივალს პატრონაჟი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი. ფესტივალში არის ძალიან ბევრი იდეა ჩადებული. ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ახალგაზრდების ხელშეწყობა. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა მათთვის მნიშვნელოვანი და ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მასტერკლასების შედეგად ბავშვები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში, მიწვეულები არიან პარიზში და სხვა ქალაქებში. ასევე რა თქმა უნდა, მთავარი იდეა ის არის, რომ ქვეყნის ცნობადობა ამაღლდეს და კულტურული ინტეგრაცია მოხდეს ფესტივალის საშუალებით, რაც ყოველთვის ხდებოდა, იმიტომ რომ აქ მოდიოდნენ როგორც ვარსკვლავები, ისევე ქართული მუსიკა ჟღერდა. წელსაც ამას ვთავაზობთ ერთ სივრცეში. იქნება ქართული პოლიფონია, იქნება ქართული მუსიკა, იქნება სხვა საელჩოები, იქნებიან იაპონელი მხატვრებიც, მოკლედ აი ბევრი მიმართულებით ძალიან ესეთი შემოქმედებითი და ლამაზი საღამოები ელოდება ჩვენს მსმენელს და გელოდებით 2 დეკემბერს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ელისო, ამ ყველაფერს კი უმასპინძლებს ბათუმის დრამატული თეატრი. მოკლედ ჩემო მეგობრებო, მე იზღა დამჩენია გითხრათ რომ გელოდებით ამ ძალიან მაგარ ფესტივალზე, მობრძანდით ერთად მივიღოთ სიამოვნება და დაველოდოთ მომავალ ფესტივალებს, რომლებიც აუცილებლად იქნება ძალიან ბევრი. პირობას გაძლევთ მე. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კოსტით გეფერებით თქვენი ტამანგო. ძალიან დიდი მადლობა ტამანგო, ქალბატონო ელისო, არაჩვეულებრივი რამ დაანონსდა. ამინდები ფანტასტიკური გაქვს და დარწმუნებული ვარ რომ გადასარევად ჩაივლის 2-დან 6-მდე ეს არაჩვეულებრივი ფესტივალის დღეები.